ერთ-ერთი დაწესებულება, საიდანაც საჯარო მოხელეები გაათავისუფლეს, ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისია, გეტყვით იმას, რომ მაშინ, როდესაც 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირთან გაწევრების საკითხზე ის გადაავადებდა ამ ყველაფერს 2028 წლამდე და მანამდე დღის წესრიგში არ დააყენებდა, საჯარო მოხელეები ამას გამოეხმაურნენ და მათ დაიწყეს დაგმობა ამ პოლიტიკის და ასევე ისინი ავრცელებდნენ ევროკავშირის მხარდამჭერ გზავნილებს და სწორედ ამას უკავშირებენ საჯარო მოხელეები მათი გათავისუფლების მთავარ მოტივს, ასევე ისინი ამბობენ, რომ შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს მათი ოჯახის წევრების პოლიტიკურ საქმიანობას და ასევე ისინი ამბობენ, რომ ზოგისთვის ამ რეორგანიზაციის ტიპის ზოგადად გაუგებარია და კონკრეტული მიზეზი არ არის დასახელებული. ასევე გეტყვით იმას, რომ თავად საჯარო მოხელეებმა თქვეს, რომ ისინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ ცესკოში და ისინი საუბრობენ იმაზე, რომ მათ მაგივრად მათ არ იციან თუ ვინ შეიძლება შეასრულოს მათი მოვალეობა, თქვეს, რომ არის ძალიან ბევრი ანგარიში დასაწერი და არის სხვადასხვა საქმიანობა, რომელიც მათ ძალიან კარგად იცოდნენ, თუმცა ახლა ნამდვილად არ იციან თუ ვინ შეძლებს მათ მიერ მათ გარეშე ამის შესრულებას. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ არ იციან დღემდე თუ რა მოტივით გაათავისუფლეს ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან და ასევე გეტყვით იმას, რომ მათ უფლებებს იცავს სამართლიანი არჩევნები და ისინი საუბრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი, ისინი აპირებენ, რომ სარჩელი შეიტანონ შრომითი დავის კუთხით და ისინი ელოდებიან შემდგომ ამ პასუხს, ამბობენ, რომ სულ რამდენიმე დღეში ისინი უკვე სარჩელს შეიტანენ და შემდგომ უკვე გააცნობენ აი ამის შედეგებს საზოგადოებას. მოგესალმებით, დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ საჯარო მოხელეების გათავისუფლებაზე, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გათავისუფლებული ადამიანების შესახებ. მოგეხსენებათ, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს ქართული ოცნების მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, როდესაც მათ განაცხადეს, რომ ევროინტეგრაციის პროცესს აჩერებდნენ, საჯარო მოხელეების ძალიან დიდმა ნაწილმა საჯაროდ დაგმო ქართული ოცნების ეს გადაწყვეტილება და საჯაროდ ისაუბრა თავის ერთგულებაზე ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. ერთ-ერთი სახელმწიფო დაწესებულება, სადაც რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებული ადამიანები გათავისუფლდნენ, ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისია. და ამ ყველაფერს წინ უსწრებდა სწორედ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაკეთებული განცხადება 16 დეკემბერს ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე. ცესკოში დაიწყო რეორგანიზაცია და მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად რეორგანიზაციის მიზეზად დასახელდა სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფა, გათავისუფლებული თანამშრომლები მიუთითებენ პოლიტიკურ მოტივებსა და მათი გათავისუფლების კავშირზე სწორედ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პოზიციასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, ყველა ის ადამიანი, რომელიც აქ ვზივათ, ცესკოს ყოფილი თანამშრომლები, ყველა ვართ ადამიანები, რომელიც დიდი ხანია მუშაობდით საარჩევნო ადმინისტრაციაში და კარგად შეგვიძლია განსაზღვროთ თუ რა შეიძლება იყოს კარგი ამ ორგანიზაციისთვის და რა არა. ეს რეორგანიზაცია ნამდვილად არ ემსახურება ორგანიზაციაში არც მმართველობის გაუმჯობესებას, არც სტრუქტურის ოპტიმიზაციას, პირიქით ტოვებს ბევრ შეკითხვას და გაურკვეველი რჩება უამრავი ფუნქცია, რომელიც არ ვიცის ვინ უნდა გააკეთოს. მე ვიყავი მონიტორინგის ჯგუფის თანამშრომელი. სწავლებას მონიტორინგს ვუკეთებდით იმ სწავლებებს, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია ატარებდა. ზოგადად მოგეხსენებათ, საუბნო საარჩევნო კომისიის ტრენინგები მიმდინარეობდა, საოლქო საარჩევნო კომისიის ტრენინგები და ასე შემდეგ. ყველას მონიტორინგს ვაკეთებდით ის 6 ადამიანი, რომელიც მუშაობდით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ მიმართულებით. ჩვენ შემთხვევაში სამსახური დარჩა მხოლოდ 2 ადამიანი, დანარჩენი თანამშრომლები განთავისუფლდით. და ეხლა წარმოუდგენელია 2 ადამიანმა როგორ უნდა გაართვას თავი და შესაბამისად აქედან გამომდინარე ვთვლით, რომ ეს იყო პოლიტიკურად განთავისუფლება და წმენდა ჩვენი საარჩევნო ადმინისტრაციიდან. პირადად ჩემ შემთხვევაში მე ვიტყვი, რომ 30 ნოემბერს უკვე დავწერე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება სოციალურ ქსელში, შემდეგ დავგმე ქალბატონი მაკაჩიხლაძის ცემა და მე პირადად ჩემს განთავისუფლებას სრულად ვუკავშირებ პოლიტიკურ განთავისუფლებას.
CESCOM რეორგანიზაციის მთავარ მოტივად დაასახელა სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფა, თუმცა სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ ეს უსაფუძვლოდ ხდება დღევანდელ დღეს და ასევე გეტყვით იმას, რომ გარდა CESCOM-სა, ასევე სხვა საჯარო მოხელეებიც გაათავისუფლეს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებიდან, რომელთა სამართლებრივი დავაც მიმდინარეობს და გეტყვით იმას, რომ მათ უფლებებს სხვადასხვა ორგანიზაციები იცავენ, თუმცა CESCOM-ის შემთხვევაში ეს 6 პირზე ვრცელდება, 6 პირის უფლებებს იცავს დღეს სამართლიანი არჩევნები და როგორც გითხარით, ისინი აპირებენ, რომ სულ რამდენიმე დღეში უკვე შეიტანონ სასამართლოში სარჩელი და იბრძოლონ საჯარო მოხელეების შრომითი უფლებების აღსადგენად.